უწყვეტი პროევროპული პროტესტის 127 დღეს აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოთხოვნები უცვლელია. გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 13 აპრილის პროტესტის განრიგი ასეთია. თბილისი 19 საათი. ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროპაგანდის წინააღმდეგ. 20 საათზე უწყვეტი პროტესტის 137 დღე რუსთაველზე ვითხოვთ ახალ არჩევნებს. პარლამენტის წინ ქუთაისში 19 საათზე უწყვეტი პროტესტი, მერიის წინ ბათუმში 19 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდში 18 საათზე, თელავში 19 საათზე იქნება საპროტესტო აქცია მერიის წინ, გორში 17 საათზე საკრებულოსთან, ახმეტაში ასევე 17 საათზე მერიის წინ, ახალციხეში 18 საათზე არარუსულ რეჟიმს აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან, ჩხოროწყუში კი 20 საათზე გაბედე პროტესტი ყოველდღე მერიის წინ. ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველი ჟურნალისტების საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე 2025 წლის 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამასთან პასეში ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული უფლებებით ცნეს და 2025 წლის აპრილამდე გამოსაცდელი ვადა მისცეს. ამის საპასუხოდ ოცნებამ იმ დღესვე დელეგაციის მონაწილეობაზე საკუთარი სურვილით თქვა უარი. 10 აპრილს კი საქართველოს საკითხზე ასამბლეაში იმსჯელეს. მას შემდეგ ოცნებამ პასედან დელეგაციის წევრები გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ კი შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პასეში დელეგაციის წარმოადგენელი არ იქნებიან, ვიდრე ისინი პატივს არცემენ ქართული ხალხის სუვერენიტეტს. ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკლერი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 10 აპრილს ქართული ოცნების ძალოვანების დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიტანეთმა მეტი უნდა გააკეთოს საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. მიმდინარე კვირაში ევროპის საბჭოს ვესაუბრე გადაუდებელ აუცილებლობაზე. შემოგვეღო ძლიერი სანქციები საქართველოში პროდემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. ამიტომ მთავრობისგან მოსმენა შესანიშნავი სიახლეა, თუმცა კვლავ გვჭირდება, რომ მეტი გავაკეთოთ. უნდა დავასანქციროთ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, წერს მაკლერი X-ზე. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ერთი წლით ახაგრძელებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის საზიანო საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას. საუბარია ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის აპრილში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბრძანებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ისეთ აქტივობებზე, როგორიც არის მცდელობები ჩაერიოს ამერიკისა და მისი მოკავშირეების და პარტნიორების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, დემოკრატიულ ინსტიტუტებში, კიბერთავდასხმები, დისიდენტებისა და ჟურნალისტების რეპრესიები და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე.